ახალციხის სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის წნისის სადემონსტრაციო ნაკვეთში დღეს ღია გარისდღე გაიმართა. თანამშრომლებმა კარტოფილის მოსავალი ამოიღეს და სასთელი ჯიშები შეაფასეს. მიმდინარე სეზონზე მათ კომპანია აგრიკოს სათესლე მასალა გამოსცადეს. სოფლის მეურნეობის სპეციალისტთა შეფასებით წელს 7-ვე ჯიშმა გაამართლა. ღია კარისდღე სადემონსტრაციო ნაკვეთში ყოველწლიურად იმართება. სპეციალისტები ადგილობრივ ფერმერებს კარტოფილის ახალ ჯიშებსა და მათი მოვლის ტექნოლოგიებს აცნობენ. სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის სადემონსტრაციო ნაკვეთს 3 ჰექტარი ფართობი უკავია, სადაც კარტოფილის ჯიშების გამოცდა ყოველწლიურად მიმდინარეობს. გურამ ჯინჭველაძის განმარტებით სამომავლოდ ისინი გაფართოებას გეგმავენ. სასოფლო საკონსულტაციო სამსახური ჯიშების გამოცდას კომპანია აგრიკოსთან ერთად მე-7 წელია ახორციელებს. ეს არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ აქ მოყვანილი მოსავალს თვითონ გაეცნონ ფერმერები ადგილზე. ასევე მათ ვაცნობთ იმ ტექნოლოგიებს, რომლითაც მოხდა ამ კარტოფილების ამ ჯიშების მოყვანა და სრულ ასე ვთქვათ კომპლექსურად ფერმერები ასე ვთქვათ იღებენ ინფორმაციას მეკარტოფილების ახალი ჯიშების და მათი მოყვანის შესახებ. პირველ რიგში აუცილებელია საშემოდგომო ხნა და რაც შეიძლება ღრმად უნდა გაკეთდეს საშემოდგომო ხნული. ასევე საჭიროა კომბინირებული მინერალური სასუქების შეტანა, ეს არის აზოტი, ფოსფორი, კალიუმი და საგაზაფხულოდ ასევე საჭიროა სწრაფხსნადი კომბინირებული მინერალური სასუქის შეტანა. რაც მთავარია და უპირველესია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კონდიციური თესლის შერჩევა. უნდა ვიცოდეთ თესლის წარმომავლობა, საიდან ღებულობთ, ვისგან ღებულობთ, როგორ ღებულობთ და კონდიციური თესლი განაპირობებს მოსავალს. ასევე საჭიროა წლის განმავლობაში ფუნგიციდებით, გერბიციდებით დამუშავება და რაც მთავარია წყვა.